მადლობა, კეთილი იყოს დაბრუნება ჩემს YouTube არხზე. სამწუხაროდ დიდხანიანი პაუზის აღება მომიწია, მაგრამ ახლა აქ ვართ და გადავწყვიტე, რომ ეს ვიდეო დავუთმო ჩემი უახლოესი მეგობრის ქორწილის სამზადის, რომელიც იყო ძალიან საინტერესო და ძალიან სახალისო. ასე რომ შენც თუ ახლო მომავალში აპირებ ქორწილში წასვლას, ან შეიძლება პატარწალიც ხარ, ბოლომდე უყურე ამ ვიდეოს, დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესო რაღაცას ნახავ. ჩემ შემთხვევაში სამზადისი დაიწყო თმის მოწესრიგებით, აქ ვიკეთებ ჰიალურონის გამოჯანსაღებულ პროცედურას, რომელიც თმას უფრო აბზინვარებს. ჩემთვის რაღაცა პრიორიტეტის სახის მოვლა არის, ძილისზე ყოველთვის ვიკეთებდი ასევე ნიღბებს, რომელიც სახის დატენიანებაში მეხმარებოდა. და აი აქ მოვედი უკვე MAC კოსმეტიკში, ახალი კოლექციის დასათვალიერებლად, ფერადი გლოსები აქვთ, რომელიც ძალიან ლამაზია, აქ ჩემი ფავორიტი ავარჩიე და სწორედ ეს ბენეფიტი აქვს MAC-ს, რომ შეგიძლიათ ადგილზევე დაატესტოთ ნებისმიერი ფერი ტუჩზე წაისვათ ერთჯერადი აპლიკატორით და დარწმუნდეთ გიხდებათ თუ არა ეს ფერი. ძალიან მიყვარს აქაურობა და როგორც კი დრო მიჩნდება, ყოველთვის MAC-ში გამორბივა, რომ რამე სიახლე არ გამოვტოვო ან რამე პროდუქტი არ დამჩეს გავუტესტავე. ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენ მთავარ ივენტს, ქორწილს და გაგაცნობთ პატარა ძალს, ეს არის ანანო, რომელიც აქ უბრალოდ ხოს ქორწილში მიდიოდა, მაგრამ უკვე გადაწყვეტილი ქონა თავის ქორწილში როგორი სტილის მაკიაჟი ისურდა, ამიტომ შემდეგ დღეს მაინც შევიკრიბეთ და გავაკეთეთ პატარა ლუკი, რომელსაც გავიმეორებდით მის მნიშვნელოვან დღეს. ასე რომ ჩვენი მომდევნო რჩევა აუცილებლად წინასწარ დატესტოთ მაკიაჟის სტილი თქვენ თავზე ქორწილამდე. მაკიაჟის სტილის არჩევის შემდეგ გავემართეთ წამწამების დასაგრძელებლად და აი ესეთი შედეგი მქონა პირადად მე. გულწრფელად რომ გითხრათ ვერ ვიგუე თვალზე წამწამები, თან პარალელურად როგორც ხედავთ ალერგია მომცა თვალზე და ამიტომ მეორე დღეს მოვიშორე ყველაფერი. და აი დადგა სანატრელი დღე, ძალიან მოუთმელად ველოდებოდი, სანამ ანანო ჩემთან მოვიდოდა. საბოლოო ჯამში გამოგვივიდა ეს ლამაზი მსუბუქი და ჰაეროვანი მაკიაჟი, რომელიც პატარა ძალს ძალიან უხდება და მის ბუნებრივობას უსმევს ხაზს. ანან ძალიან ყოფილი იყო თავისი ლუკით და რა თქმა უნდა, თქვენც როგორც ხედავთ, ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. როგორც კი ანანო გავაცილე, შემდეგ უკვე ჩემთანზე დავიწყე მაკიაჟის გაკეთება და საბოლოოდ ჩემი მაკიაჟი უფრო მკვეთრი გამოვიდა, ვიდრე პატარა ძალის. ესე იგი პატარა ძალით მზად არის, უკვე გავუშვი და ახლა გავიკეთე მეც მაკიაჟი. მეც მზად ვარ და მიდიხართ. დღემ ჩაიარა ულამაზესად უშვენიერეს გარემოში გავატარეთ მთლიანი დღე და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ულამაზესი წყვილი. მეორე დღისთვის არჩევანი შევაჩერეთ მეტ ბზინვარებაზე, ამიტომ ვიყენებ უფრო მეტ ჭყვიალა ჭრდილებს და ვარდისფერი ფერის ტონებს. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ მაკიაჟი მაინც ყოფილიყო ძალიან ბუნებრივი, ნაზი, მსუბუქი და ბზინვარე, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ მაკიაჟმა გაგვიზღოს მთელი დღე, ამიტომ მაქსიმალურად შევეცადე ამ პირობებზე მორგებული კოსმეტიკა გამომეყენებინა. მოგეხსენებათ, ესეთი დღეები უმეტესად დაკავშირებულია ბევრ სტრესთან, ამიტომ ჩვენი შემდეგი რჩევა არის, რომ ალკოჰოლის მიღება დაიწყოთ დილიდანვე, რომ განწყობა გქონდეთ ძალიან ამაღლებული. პატარა წლის შემდეგ მაკიაჟი გავუკეთეთ ჩემს დასს და შემდეგ უკვე მეც დავიწყე გამზადება. მადლობა ეს ლამაზი დღეები ჩემთან ერთად რომ გაატარეთ, იმედია ისიამოვნეთ და თუ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, აუცილებლად დამწერეთ კომენტარში თუ რაიმე სხვა რჩევასაც განიხილავთ სამომავლო პატარა წლებისთვის. კიდევ დაგემშვიდობებით დროებით. It's